შესაძლებელია მოხდეს საკრებულოს დაშლა, შემოღებულ იქნას ფედერალური მმართველობა. ფედერალური მმართველობა იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ საკრებულოს უმრავლესობა თბილისის ბიუჯეტის პროექტს 3 თვის ვადაში არ დაამტკიცებს. მოვლენათა განვითარების სცენარი, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საუბრობენ, მათივე თქმით, მმართველი უმრავლესობისთვის არის მისაღები, რადგან ამ შემთხვევაში მოხდება საკრებულოს და მერიის დაშლა. ქალაქის მმართველის ფუნქციას კი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მიერ დროებით დანიშნული პირი შეასრულებს. საკრებულოს უმცირესობა ოპონენტებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას ახსენებს და ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვას ურჩევს. და ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ ირაკლი შიხიაშვილმა მოახდინოს დედაქალაქის მერიაში ხელისუფლების უზურპაცია და რამოდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე ხელში ჩაიგდოს დედაქალაქში ძალაუფლება. პროექტების ავკარგიანობაზე მსჯელობენ ადამიანები, რომლებიც ამ უბანში მხოლოდ პოლიტიკურ გასტროლებზე არიან დამყოფები. ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობენ საკრებულოს უმრავლესობის წევრები, ისინი მერიას გასული წლის ბიუჯეტის ხარჯთა რიცხვის წარმოდგენას თხოვენ და ინტერესდებიან, რა გზით მოხდა მილიონობით ლარის დაზოგვა, მაშინ როცა გასული წლის პროექტები შეუსრულებელი დარჩა. ჯაბა სამუშიას თქმით, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი არა მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ პარტიულ სარგებელზეა გათვლილი. პროექტში არსებულ საეჭვო მუხლებზე საუბრობს მამუკა კაციტადეც და მერიას კონსულტაციებისკენ მოუწოდებს. მერიას მოუწევს, რომ გარკვეული ადაპტაცია მოახდინოს თბილისის საკრებულოს შექმნილ ახალ რეალობასთან. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაგდებული ბიუჯეტის შემთხვევაში, რაც სრულებითაც არ გახლავს ჩემი აზრით კატასტროფა, მან უნდა მიმართოს დამატებით ძალისხმევებს იმისათვის, რომ ჩაგდების მიზეზებზე ისაუბროს თბილისის საკრებულოსთან და უზრუნველყოს ის, რომ დედაქალაქს ჰქონდეს სტაბილური ფინანსური დოკუმენტი, ანუ დამტკიცებული ბიუჯეტი. მომზადებულები მობრძანდით ქალაქის მერიის მთავრობას მიმართავ, ყველაფერი იყოს ჩაშლილი ბიუჯეტში, ვიცოდეთ რომელი თეთრი, რომელი კაპიკი სად მიდის, ვინაიდან ჩვენ აღარ დაუშვებთ ისეთი ბიუჯეტის მიღებას თბილისის საკრებულოში, რომელსაც იღებდა ნაციონალური მოძრაობა წლების მანძილზე და რომელი ბიუჯეტიც იყო არა თბილისის ბიუჯეტი, მე ხაზი მინდა გავუსვა, არამედ იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული ბიუჯეტი. დამთავრდა ეს დრო, ამიტომ ჩვენ გთხოვთ, მოიტანეთ ბიუჯეტი, რომელიც იქნება თბილისელებისათვის ორიენტირებული და არა ბიუჯეტი ნაციონალური მოძრაობისათვის და ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად. მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ გასული წლის 29 დეკემბრის ხდომაზე ჩააგდო, რის შემდეგაც ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მერიასა და საკრებულოს შორის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა. ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა დაუმტკიცებელ ბიუჯეტში პრობლემას ვერ ხედავს. მერია კი დაგეგმილი პროექტების განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მათი თქმით, პრობლემები იქმნება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე შებრხდება კომუნალური ვაუჩერების დარიგება და ოპერაციების დაფინანსება. ჩვენ არ ვიცით, რა გეგმები აქვს ხალხ თბილისის საკრებულოს უმრავლესობას, ან რა დავალება აქვს მათ მიღებული, ვინაიდან ისინი არ გვეხმაურებიან. ჩნდება ეჭვი, რომ მათ აქვთ დაგეგმილი ჩააგდონ ბიუჯეტი კიდევ ერთხელ ცენტრალურ მთავრობას ექნება შესაძლებლობა დაითხოვოს საკრებულო, დანიშნოს მერი და ეს ნიშნავს, რომ ხელში ჩაიგდოს მთლიანად მთელი ადგილობრივი თვითმმართველობა, ფაქტიურად გააუქმოს ადგილობრივი თვითმმართველობა თბილისში, რათა თავის ნებაზე, თავიანთი მიზნების მიხედვით ჩაატარონ არჩევნები. მერია უფლებამოსილი არის ხარჯები გაწიოს წინა წლის ბიუჯეტის 11-ის ოდენობით. ეს რა თქმა უნდა არის თანხა, რომლის დახარჯვება ჩვენ გვაქვს და ეს ყოფნის მიმდინარე ხარჯებს, მაგრამ ეს არ არის ის 60 მილიონი, რომელსაც საკრებულოში ითვლიან. 11-12 გულისხმობს თლიანი ბიუჯეტი, არა თლიანი ბიუჯეტის 11-12-ს, არამედ გულისხმობს პრიორიტეტების მიხედვით 11-12-ს. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას უმცირესობის წევრები ხვალ მერიის წარმომადგენლებთან ერთად გეგმავენ. კონსულტაციების მზაობას გამოთქვამენ საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განსახილულ დოკუმენტში დეტალურად იქნება გაწერილი მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების სარგებლიანობა.